სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის წიაღისეულის მიმართ, ჩვენ გვაქვს უკიდურესად ლიბერტარიანული, უკიდურესად აი ეს კაპიტალისტური მიდგომები ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული, სადაც ინვესტორის უფლებები არის 100%-ით გარანტირებული. როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ რესურსებს, სხვანაირი მიდგომაა საჭირო, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი რესურსები ამ ქვეყნის არის. ეს ბუნებრივი რესურსები მიწაშია. ვიღაცა ინვესტორის კი არ არის, ხალხის და სახელმწიფოსია. შესაბამისად, აი ამ ბუნებრივი რესურსების გარშემო ეკონომიკური საქმიანობის რეგულაცია სხვანაირი პრინციპით უნდა ხორციელდებოდეს. მე საერთოდ მომხრე ვარ ეგეთ საკითხებში, სახელმწიფო იყოს ჩარეული, კი ბატონო იყოს რაღაცა კერძო კომპანია ჩარეული, ოღონდ სახელმწიფოსთან ერთად. კერძო კომპანიაც იმ თვალსაზრისით, თუ სახელმწიფოს არ აქვს იმდენი ტექნოლოგია, რომ რაღაცა წიაღისეული მოიპოვოს, მაგ შემთხვევაში კი ბატონო შეიძლება წილში შემოიყვანოს და გარკვეული სარგებელი და გარკვეული ასე ვთქვათ ანაზღაურება იმ კერძო კომპანიამაც მიიღოს. მაგრამ თუ სახელმწიფო თავად ერევა, თავად შეუძლია მარგანეცის მოპოვება ან სხვა რომელიღაც წიაღისეულის, მაშინ ეს ინვესტორი საერთოდ რაში გჭირდება?